ბათუმში ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო ერთი ადამიანი უკაცრავად ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობაზე ზარალის შესწავლა გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ამ დროისთვის ტერიტორიაზე შესვლა ჟურნალისტებისთვისაც აკრძალულია. ჩვენ ბოლო ინფორმაციას ახლა ნათია ლომაძე მოგვაწვდის. ტერიტორია, სადაც გუშინ ხანძარი მოხდა, დღეს ჩაკეტილია. ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდულია, თუმცა რამდენიმე მოვაჭრე მაინც შეძლო საკუთარი სავაჭრო ობიექტების ნახვა. მათი განცხადებით, ტერიტორია არის დამწვარი სავაჭრო ობიექტები, ასევე იქ განთავსებული სავაჭრო პროდუქცია და ინფრასტრუქტურა. დაახლოებით პირველადი მონაცემებით დაახლოებით 80-მდე სავაჭრო ჯიხური არის დამწვარი. ზარალის ოდენობა, ზუსტი ოდენობა უცნობია, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ. მუშაობს სპეციალური კომისია, რომელიც დაითვლის ზარალს, ასევე ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად გუშინად დღეს აქ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სწორედ ამ მიზეზების გამო ბაზრის ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მოვაჭრეებს ამ დრომდე არ მიეცათ. სწორია ყველაფერი რა. მიწაზეა გასწორებული. ფაქტიურად რამე აღარ გამოდგება. საერთოდ რამეს არ გვეუბნებიან, არც ვინმეს არ უშვებენ შიგნით და საერთოდ არ არის. თევზები მქონა, პროდუქტი მქონა. გაზერალზია საუბარი ახალების ჩემი ახლა ცოტა შედარებით ბევრი არ მქონა, მაინდა-მაინც ხობს რომ დაეწვათ იმდენი, მაგრამ მე მეყოშვილო და შეთ რა ხდება, არ დაგვინახია ცეცხლი ჩაქრა დაღამდა. არ შეგვიშვეს, ახლა არ გვიშვებენ, არაფერი არ ვიცი. დამეწვა ყველაფერი, არაფერი ვერ გამოვიტანებს. ყველაფერი და გადამეწვა რაც ხონდა ყველაფერი სიმსივნე დაავადებული მეუღლე ყავს ოჯახში. რაღაცა ორგაბეს ვაკეთებდნენ, წამალი მეყიდა. არაფერი აღარ დამჩასულა. რაც ქონა ყველაფერი გადამეწვა, ამე ვერ გამოვიტანე. ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრის ყველა შესასვლელთან დღეს დილიდან აქ დასაქმებულები იყვნენ შეკრებილები. მათი ნაწილი საუბრობდა სახანძრო სისტემის გაუმართავობაზე, უსაფრთხოების ზომების დაცვის საკითხზე. კომენტარი სავაჭრო ცენტრის დირექტორმაც გააკეთა. კერძო ხალხს რო ქონდა ეს ბაზარი, ხო? მაშინ ყველა ჭიშკარი იყო ღია. ასეთი შემთხვევისთვის რომ სახანძრო მანქანები შემოსულიყო. ყველა ჭიშკარი დალუქულია, ეხლა ყველას მიცენ მაღაზიები გააკეთებინეს იქა. ახლა რომ მოვიდა ხალხი იმათმა. ყველა ადგილი გაიყიდა ჭიშკარი, საიდანაც ვერ მიადგა სახანძრო. იქ რო შესულიყო ბაზარში სახანძრო მანქანა, ამდენი ზარალი არ იქნებოდა. შეხედა პირველად იქრობის საშუალებებს, ცეცხლმაგრებებს, ეს იყო დაკომპლექტებული აღნიშნული ობიექტი, მაგრამ მისი გამოყენება ვერანაირად ვერ მოხდებოდა, იმიტომ იყო აფეთქებები და მოსახლეობას არ შეეძლო მოვაჭრეებს რომ ესარგებლათ ამითა, ხოლო რაც შეეხება სისტემა ნამდვილად გამოსული იყო მწყობრიდან. მაგრამ როგორც ხასიათი ხანძრის რობის დროს წყლის შეფერხებას ადგილი არ ქონია, იმიტომ რომ 19 სახანძრო ავტოცისტერნა მუშაობდა და მთლიანად უზრუნველყოფილი იყო წყლის მარაგი. ბაზრობას აქვს გასასვლელები, აქვს თავისი მინიმალური უსაფრთხოების ზონები დაცული. ახლა ამხელა ხანძარს ვერ მოერევდა ადგილობრივი საშუალებებით. შესაბამისად გამოძახებული იყო სახანძრო ბრიგადები, რომელთაც იმუშავეს აქტიურად და რაც მოახერხეს მინიმალურ დროში შეძლეს ჩაახერხეს ეს. ზარალი ჯერ არ დაუთვლიათ, ამ ეტაპზე უცნობია, როდის განაახლებენ მუშაობას აქ დასაქმებულები.